გამოიყვანეს როგორც ჩანს ბავშვი. ნანგრევებში მოყვა ავტომობილი. გამოიყვანეს როგორც ჩანს ბავშვი. ბავშვი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დასახმარებლად შეკრებილი ადამიანები სიხარულის ყიჟინას და ტას შემოკრავენ ერთდროულად. ემოციურ კადრებს, რომელსაც ახლა უყურებთ, ბათუმში მოხდა. კორპუსის ნგრევა, საშინელი მტვერი და ათობით ადამიანი ნანგრევებში ჰყვება. 112-ში ზარი ერთმანეთის მიყოლებით შედის. ხალხი დახმარებას ითხოვს. თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი სასწაულით ტონობით ბეტონსა და მონოლითებს შორის მოყოლილი მცირეწლოვანი იოანე მის გადამრჩენელს გიორგი ცეცხლაძეს უვნებლად ამოჰყავს ნანგრევებიდან. გავაწლები და გმირი მაშველი გიორგი ცეცხლაძე კიდევ უამრავ ადამიანს გადაარჩენს. შესაძლოა მათი ყველას სახელები არც კი ემახსოვროს, ხოლო პატარა იოანეს ყოველთვის ემახსოვრება გმირი მაშველი, რომელმაც მას მეორე სიცოცხლე აჩუქა. გვახსოვდეს გმირები, გვახსოვდეს გმირი მაშველი გიორგი ცეცხლაძე. საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ გაიხსენებთ იმ პერიოდს. ჩამოციათ. რა ბავშვი მართლა შეყავდა. სიკარი კონდა მოკროფონები ბავშვი. თქვენ წინი ჯექით ხო ალბათ საჭესთან და ბავშვი უკან გედგა. როგორ დაწოლილი იყო ეძინა. და როგორ მოხდა რომ გაიხსენეთ ხმაური იყო და ძალიან ძლიერ ხმაურიც არ იყო. კარგი, ხმაური გაჩვია. მეთქე ოთახი გამოინგრა მეთქი მეგონა თავიდან, მაგრამ შევხედე საფუძვლად ხარ ჩამოვინგრა. და პოასტარი გადასვა. ორივე მაშინებმა გადმოიყვანეს. მონისტროს ორჯერ გაითიშა, დააკარგა გონება, ხელთათმანი გავიხსენი და იმით მოვეფერე, რომ ზრუნვა ხმოდა და რომ ამოისუნთქა, რომელიც ბევრი მადლობა უთხარი. ძალიან სხვანაირი ემოცია იყო, რომ ამოვიყვანე და ყველა ტაში ვიკრავდა და ღმერთს მადლობა რომ გადავარჩინეთ და ამის შემდეგ რომ დავაწმინე სასწრაფო სიმრავლეზე საკაცაზე წამოვედით სხვის გადასასჩინად, რომ ბევრი იყო იცოდით, შიგნით რომ შემოვიწყო ძინესულად დაფუძა. თანას დაეცა სახლის ნანგრევის შედეგად ნანგრევებში მოყვა ავტომობილი. გამოიყვანეს როგორც ჩანს ბავშვი. როგორც ჩანს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ ტაშს და შეძახილებს საბედნიეროდ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. ერთმა ბოძმა ცხვირის ჰაერონ საერთოდ ჩამიკეტას. თან პერიოდს უნდა გავდიგით, რაც ამდენხანაც ვიმყოფებოდი იქ შიგნით. ერთი